გამარჯობა. თუ გაინტერესებთ პლასმასის გადამუშავება და სოფლის მეურნეობა როგორ უკავშირდება ერთმანეთს, ამ ვიდეოს უყურე. ესე იგი, ეს არის თოკი, რომელიც არის დაახლოებით 3-4 მმ და არის გაკეთებული პლასმასის ბოთლებისგან. 3 პლასმასის ბოთლი არის გამოყენებული, იმისთვის რომ 5 მეტრიანი თოკი გამოვიდეს და გამოიყურება ესე. ავანახოთ ახლა რას გაუძლებს და როგორ ვიყენებთ ამას სოფლის მეურნეობაში. მე ვარ 110 კილო, ვარ 192 სანტიმეტრი და ნახოთ აბა ეს თოკი გამძლებს. საინტერესოა, ხო? ხუთმეტრიანი თოკი არის. ეს გავაკეთეთ ბოთლის დაჭრით. კარგი. ეს ჩავაფინოთ, რომ არა მეტკინოს რამე. ნახოთ. 110 კილო. ტესტი 1. ხო. 110 კილოს მიძლებს. და ამას რისთვის გაჩვენებდით, იცი? სოფელში მე რა პრობლემასაც შევეჩეხე, აგერ სოფელში ვცხოვრობ. არის ღობეები. ღობეები ღირს ძალიან ძვირი და ყველაფრის შეღობა გჭირდება აბსოლუტურად იმისთვის, რომ საქონელმა არ შეგიჭამოს, იმისთვის, რომ ღორი არ შემოიპაროს და არ გადაგითხაროს ეზო და თუქათა მიყავს, ტურამ არ წაიყვანოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღობე არის ძალიან საჭირო. ეს პლასმასის ბოთლები კიდე ტყუილად იყრება. ხო და ეს ორი რაღაცა უნდა გავაერთიანოთ. ამ თოკებისგან უნდა დავწნა ღობეები.